სპორტის ახალი ამბები. კახა გელაშვილთან ერთად რადიო იმედის ეთერში. ეთერში რადიო იმედის მორიგი სპორტული გამოშვება ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციათა თასის მიმდინარე გათამაშებას ნაადრევად დაემშვიდობა იტალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მარიო ბალოტელი ფუტბოლ იტალიას ცნობით ტრავმის გამო 22 წლის ფორვარდმა ეროვნული ნაკრები დატოვა და იტალიაში დაბრუნდა. ბალოტელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ბრაზილიის ნაკრებთან ჯგუფური ეტაპის დასვენით მატჩი შეექმნა. მოსალოდნელი იყო, რომ მილანის ფორვარდს მხოლოდ ესპანეთთან ზეგასამართი ნახევარფინალური მატჩის გამოტოვება მოუწევდა, მაგრამ როგორც გაირკვა, ბალოტელისთვის ტურნირი დასრულდა. მოგესალმება ტრავმის გამო კონფედერაციის თასზე იტალიას ვერც ინაციო აბატე ეხმარება. 27 ივნისს გაიმართება იტალია ესპანეთის ნახევარფინალური მატჩი. ხვალ კი პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილია და ურუგვაი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ორივე ნახევარფინალური მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ცნობილი უკრაინელი რალისტი ვადიმ ნესტერჩუკი არაბთა გაერთიანებული საემიროების ტერიტორიაზე მდებარე მსოფლიოს ყველაზე ცხელ რუბალჰალის უდაბნოში გარდაცვლილი იპოვეს. არაერთი პრესტიჟული ავტოშეჯიბებების მონაწილე პილოტის გარდაცვალების მიზეზი გაუწყლოების განცდა სახელდება. ხსენებული უდაბნოს ტერიტორიაზე საწმელი რბოლის დროს ნესტერჩუკის ავტომობილი ქვიშაში ჩაეფლო, რომლის ამოყვანა ნესტერჩუკმა და მისმა დამხმარემ ვერ შეძლეს. უკრაინელი პილოტი უახლოეს სამაშველო პუნქტამდე ფეხით გაიმართა, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია. ნესტერჩუკი რალი დაკარის მრავალგზის მონაწილე და პრიზიორი გახლავთ. იგი ასევე პრესტიჟული რალი რეიდების აბრეშუმის გზის და აბუ-დაბის დეზერტ ჩელენჯის მონაწილე გახლდათ. რუბიალახლის უდაბნო კი დღესდღეობით პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ადგილად მიიჩნევა. დღისით ტემპერატურა აქ 50 გრადუსს აჭარბებს. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სტენლის თასის 2013 წლის გამარჯვებული გამოვლინდა. ეს გახლავთ წლევანდელი რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი ჩიკაგო ბლექჰოუქსი, რომელმაც დღეს გამთენიისას ფინალური სერიის მე-6 მატჩში სტუმრად დაამარცხა ბოსტონ ბრიუინზი 3-2. ჯოელ კენვილის შეგირდებმა სერია 4-2 მოიგეს. ჩიკაგო კლუბის არსებობის მანძილზე მეხუთე დაეუფლა სტენლის თასს. ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზემოხსენებული ჯოელ კენვილი NHL-ის მოქმედ მწვრთნელთაგან პირველია, რომელმაც სტენლის თასი ორჯერ მოაგებინა გუნდს. იგი ბლექჰოუქს 2008 წლიდან მწვრთნის. პირველად მისი თაოსნობით ჩიკაგომ სტენლის თასი 2010 წელს მოიგო.